აბა იქიდან უნდა გადმოხვიდე. მიდი, ადი. მოდი მერა, მოდი. კარები ჩავკეტოთ. მოდი. აბა, უცებ რო დამჭირდეს. მოდი. ნელა. აი, მოდი გადმოხვდი. აი, უცებ რო დამჭირდეს, მანქანიდან ჩამოსვლა. ხო უნდა ჩამოხვიდე. უყურე, ადამიანი ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. წავიდა. დათო წავიდა და დღეს ჩვენ უნდა გავაცნოთ მორიგი ავტომობილი ჩვენს მოსახლეობას და წუხელ ჩაწერილი ვიდეო უკვე 1 მილიონამდე ავიდა, ხო? და რამდენი კლიენტი ქვია ჩემებურად. შენ ახლა გარაცკოი ბიჭი ხარ და ქართულად როგორ არის? მომხმარებელი ძალიან ბევრი ყავდა, ხო? დღეს ვერ აუდივართ ბატონო გელა შუბზე ვიწმენთ იმდენი ხალხი იყო მოსული და უნდა ყველას დავხვდეთ. ჩვენ დღეს კიდევ უნდა გავაცნოთ მოსახლეობას ის ახალი მოდელები, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, როცა ჩვენი ბრენდები ბევრია თვითონ ჩინეთში, გაიგე და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი ავტომობილი ერგება საქართველოს პირობებს. და ასე შემდეგ. წავედით და დღეს ჩვენ ვიხილავთ აი ამ ავტომობილს. ჩვენ ხო ვთქვით, რომ მოდის გიბრიდის და ელექტრომობილების დრო და ეს დრო მოვიდა. და დღეში 300-400 ადამიანი შემოდის და საწვავზე მომუშავე ავტომობილს არავინ არ კითხულობს. და ეს ბრენდი არის ჩვენი ბრენდი, რომელიც ჩვენ მთლიანად ჩინეთის ტერიტორიაზეც ვყიდით და ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საუკეთესო ავტომობილი. როგორია? ძალიან მაგარი. ჩანგან CS55 ჰიბრიდი ავტომობილი. და რამდენ წვავს? 3 ლიტრი ბატონო გელა ქარხნული წვა და 100 კილომეტრი პლუს ამას დატენით. გიო, მოდი დაათვალიერეთ. ანი აბა დაჯექი როგორია? რულზე დაჯექი შენ გიყვარს რულზე ჯდომა? როგორია? მოდით აბა ბიჭებო დაბრძანდით აგერ. აი უკან აბა ნინი შენ წინ დაჯექი, მოდი მე რა. მოდი აბა დაჯექი, მოდი იქიდან მოუჯექი. აი როგორია ვიზუალურად? აი ეს არის ავტომობილი ოჯახისთვის ძალიან ვიზუალურად არის ძალიან მაგარი. შეკრული, კარგად დგას, მაღალ კლინიები გადადის, უყურე ეს ავტომატურად ყველაფერი აქვს ავტომატიკა. მოდი ახსენი დათო თავიდან ბოლომდე რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ. აქედან ამოდი. ისი ამოდი, გაწიე სიდენია და მოიწიე. აბა ამდენს რომ საუბრობ ჩვენ ავტომობილებზე და ეს მაგარი სტუდენტები ჩვენთან მუშაობს და მთელი ამბავი. მერაბი გადი და მოდი ნინი სიდი გაწიე სიდენია წინ. ლუკა გაუში მანქანაში რა გინდა? აპრავა რო არა გაქვს, იმიტომ სიდენის გაწევაც არ იცი, ხო ხედა? ლუკა, მოდი გადმოდი აბა აქიდან. აბა იქიდან უნდა გადმოხვიდე. მიდი, ადი. მოდი მერა, მოდი. კარები ჩავკეტოთ. მოდი. აბა, უცებ რო დამჭირდეს. მოდი. ნელა. აი, მოდი გადმოხვდი. აი, უცებ რო დამჭირდეს მანქანიდან ჩამოსვლა. ხო უნდა ჩამოხვიდე. უყურე, ადამიანი ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ცხოვრებაში არავინ არ იცის ვის რა ცხოვრება ელის ან მოელის, ხო? ამიტომ ადამიანი ყოველთვის ცხოვრებაში რა თქმა უნდა, კარგი თუ იქნება მაგას რა ჯობია, მაგრამ ცუდისთვისაც ყოველთვის უნდა იყო მზად. დათო, ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ფასიან ავტომობილს შემოვიყვანდით საქართველოში. და ამ ავტომობილს რამდენად გაუმბაშებ და გავფორმებ. სულ ახალს 2026 0 კილომეტრით ყველა 6-იანია, ხო? ნამდვილად 2026-იანი გარანტიით თავისი გამბაჟებით ამ ავტომობილის ღირებულება იქნება $22,300. და მე ხო იცი კიდე მეგრელები ვიღაცას მომიძებნიან და კიდე დაიწევს ფასები. კი, ნამდვილად. და რა თქმა უნდა, სვანებისთვის კიდე 20%-იანი ფასდაკლება. მოდი, ჩვენ მოსახლეობა შევპირდით, რომ გვეყოლებოდა ყველანაირი ფერი, მაგრამ ქართული ფერი მაინც არის მოკრე ასფალტს ეძახოდა ბაბუაშენი ამას. და ეს არის საუკეთესო ფერი. ახლა მოსახლეობას ნინი კიდე უნდა უფრო
იაფიანი ავტომობილები. მოდი, აბა ახიეთ ეს. ახიეთ და ვაჩვენოთ ემბლემა. კანის მაგარი ამოსდის ბატონო გელა. აო, მალადეც. აი შეხედეთ ახლა ამ ავტომობილს. მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ჩვენ ყველანაირ ავტომობილს შემოვიყვანთ. ამ ავტომობილს ქარხნული გარანტია აქვს 10 წელი. და ხო იცი, გუშინ ვიღაცას დაუწერია დღეს მომიტანეს ბიჭებმა, გოგოებმა ვიღაცას დაუწერია, რომ ისო თქვენო რო თქვითო, კარგი კაცი ხარო, მიყვარხარო, სულ თქვენს გადაცემას უყურებო, მაგრამო 20 წელიაო გერმანიაში ცხოვრობო. და მე უმაღლესი გერმანიაში დავამთავრე ზუსტად 40 წლის უკან. და მე ვეტყვი ახლა მისამარს, თუ სად შეიძინოს დიპალის ავტომობილი ჩვენ ცენტრში. და იქ ნახოს რა არის ფასი, ხო? მიუნხენში კარლ მარქსის ქუჩაზე. 21 ნომერში მიდი და იქ აწერია GB Motorsi და იქ შეიზენ 80,000 ევროდ. მე მგონი ცოტა უფრო მეტიც არის. 80,000 евро არის გაუმბაჟებელი. იქიდან გირეკავენ მერე და ფასაკლებს ახლა და ჩვენ აქ ამ ავტომობილს ვყიდით ამ ფაში და თუ რატო ვყიდით? იმიტომ ვყიდით ჩვენ რომ ამ ფაში ვყიდით აქ, ხო? იქ სხვა ცხოვრება, იქ ევროპა, იქ სხვანაირი მიდგომა, გამბაჟება უფრო ძვირია და ასე შემდეგ. თუ რაც ღირს ანი მანქანის ფასი რაც არის, იგივე ჯდება გამბაჟება და იქნება ძვირი, აბა რა იქნება. მოდი ეს ავტომობილი დავათვალიეროთ დათო. ძალიან კარგი ავტომობილი, კარგი ზომის. გოგოებო, აბა დავზანდით ამ ავტომობილებში, აი ეს არის იმენა გოგოებისთვის ზედ გამოჭრილი მანქანა. ნინი დავზანდით. ძალიან კარგი მამაზი ინტერიერით, შინისფერი ინტერიერი, შავი ჭერი. აი შეხედეთ. პროსტა, აი როგორი შიდენიერი აქვს მართლა, რა დიზაინია რა. კი, ძალიან კომფორტული და ფასი აქვს აი იდეალური ამ აი მე არ ვიცი, ავტომატიკა აჩვენე. მიდი ავტომატიკა აჩვენე როგორია და ესეც არის უკან პანორამული ჭერი. უკან გავატესტინოთ ისე ბატონო. მოდი აბა დაჯექი აქ, მერაბი დაჯექი როგორია? მერაბ აბა Всё. აგერ, მერა იქი დაჯექი, მერაბი მეთქი. ლუკა, აბა დავზანდით. აი უკან. აი მიდიხარ მაგალითად აქედან ბათუმში, სტამბულში, რა ვიცი, სადაც გინდა იქ ცოლს რომ მოიყვან. ცოლის დედას რა ქვია? დედამთილი. სედადრ დასვი წინ რულზე შენ დაჯექი და სტამბულამდე შეგიძლია ჩაიყვანო. შეხედე. აი ავტომობილი, შეხედე. ყველაფერი ამ ავტომობილს აქვს ელექტრო, ვიზუალურად მაგარი და ეს არის ქალაქისთვის გადასაადგილებლად ძალიან მაგარი ავტომობილი. და ეს ჩათვალეთ, რომ დაახლოებით 16,900 და ესე რა ვთქვა 17,000 და 17,500 ნახოთ როგორ მოუწევს გამბაჟება, იმიტომ რომ ჯერ არც ესეთი არ გაგვიმბაჟებია, დაახლოებით არის 16,900 $, ეკვივალენტი ლარებში. ახლა უყურე, წახვიდე ბაზრობაზე. ან ამერიკიდან ჩამოიყვანო ავტომობილი და რას ჩამოიყვან ამის ფაში. წარმოიდგინე, ეს არის ავტომობილი, რომელიც არის ცელოფნებში და პასპორტში ჩაგიწერენ 6-იანს, ხო? არის 0 კილომეტრით გარბენით. მოდი, ეს ჭერიც არის ლუკი პანორამა და ჩვენ მოსახლეობას კიდევ მივაწოდეთ სხვადასხვა ავტომობილებს, ხო? ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიყვანეთ, სხვადასხვა მოდელიც ყავს, ჰიბრიდები ყავს, ელექტროები, ასე რომ ძალიან დიდი არჩევანია და ნელ-ნელა გავაცნობთ მოსახლეობას. უყურეთ როგორ არის. კიდევ ერთჯერ ვიტყვი რომ მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ სად შეიძინოს ავტომობილი. იქ უნდა შეიძინო ავტომობილი, სადაც მერე მას გაუკეთებენ მომსახურებას. რა თქმა უნდა, სერვიზი სადაც გაკეთდება, უყურეთ როგორ არის. ამ ავტომობილებს აქვს თავისი კოდები და არის გასაახლებელი. წელიწადში ერთჯერ ჩვენთან უნდა მოხვიდეთ და გავაახლებთ ამას. პროგრამული განახლება. ამის პროგრამა ჩვენ გვაქვს. რატომ ვართ ჩვენ, რატო ვიცით ეს საქმე? იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის ჩვენ გამოცდილება გვაქვს. სენაკიდან მოვდიოდი და გამომაყოლეს დათო სენაკიდან. გამომაყოლეს მამამისი ჩემი ძმაკაცია და მითხრა რომ იქნებ რამე გამოგადგესო იქო და დააწყებიე მუშაობაო და წამოვიყვანე გელენვაგენით. და რო ჩამოვედი აქ
სახში მისულა და ბატონ გელას რა მაგარინი ვაყავსო უთქვია. გაიგე, გელენ ვაგენი ჩამოვიყვანე და რა მაგარინი ვაყავსო. ამას ამოვწ. შენ ესე იყო სიმართლე. და ახლა უკვე ხო ხედავ, პროფესიონალია. ესე არ არის დათო. ყველაფერს უნდა სწავლა და უნდა აიღო წიგნი, უნდა მოიღო ინტერნეტიდან, უნდა წაიკითხო. ადამიანები, იცი ის არ ვარგა, ეს არ ვარგა. Lamborghini-ზე რო უთხრა, როგორიაო, შეიძლება დაგიწერონ, რომ Lamborghini რა მანქანაა. ბევრ წვავსო Lamborghini-ო და ეს არ არის Lamborghini, მაგრამ არის საუკეთესო ავტომობილი, რომელსაც 10 წლიანი გარანტია აქვს, ხო? და 16500, 16900 დაახლოებით ეს ფასი იქნება. ჩვენ უკვე ორშაბათიდან მზად ვიქნებით მანქანების გასაყიდად და შეგიძლიათ ორშაბათიდან მობრძანეთ. არ შეიძლება, მაგრამ ერთ საიდუმლოს მოიწიე ერთ საიდუმლოს გაუმხელ მთელს საქართველოს და მე ამ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. რასაც ახლა ვეთქვი მთელ საქართველოს ეხება ავტომობილს. უყურეთ. ახალი ავტომობილი. სულ ახალია ავტომობილი და არის წვიმა. მოდის დიდი წვიმები. 1000-ობით ავტომობილები დგას საწყობებში. ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, დუბაიში, ყველგან. და თუ ავტომობილი ჩაიძირება და 3 დღე არის წყალში. მერე მოვა კარგი ამიდი და არ იქოქება ავტომობილი. მერე ამას გააშრობენ. კომპიუტერს ან შეუცვლიან, ან გაარემონტებენ და ჩვეულებრივად ახალის ფაში ყიდიან. მაგრამ ერთი მინდა იცოდეს თელმა საქართველოს მოსახლეობა. ამ ავტომობილიდან სუნი არასდროს არ გამოვა. ვერასდროს ვერ გაიგებს შენი ექიმი, რატომ ხარ შენ ავად. უყურეთ როგორია, მას ისეთი სუნი აქვს, რომ ვერასდროს ვერ გაიგებ შენ რატომ ავადდები. პირველი ადამიანი ავადდება ჩაძირული მანქანის სუნით. მეორე, კიდევ უფრო მთავარი. ამას მე თქვენ იმიტომ გეუბნებით და საქართველოს მოსახლეობამ, რომ ეს მინდა თქვათ ყველა მიცოდეს. მე სოფლიო გამოფენის წევრი ვარ და 40 რამდენი წლის ხარ ვიზია? 19. რამდენი? 19 წლის უკვე ბიზნესმენი ვიყავი, 19 წლის უკვე მანქანებს ვყიდიდი სერიოზულად. ხო ხედავ, არც იქით გადაუხვია, არც აქით. 19 წლის მანქანას ვყიდიდი და დღესაც მანქანას ვყიდი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ხობი. ბაბუაშენს ნადირობა ხო უყვარდა და ხო იძახო და ჩემი ხობი ეს არის ისეა, ავტომობილი ჩემი ხობი. აბა მილიარდი კაცმა რო გადამიხადოს, 1 მილიარდი შენს არც რესტორანს, არც ბოტას. ჩემი ბოტასი არაჩვენა, მიწოდა ძვირიანია. არ გაუკეთებ რეკლამას. და გეუბნებით იცოდეთ მთავარ რამეს. ეს ხდება ამერიკაში ძალიან ხშირად. უფრო ამერიკაში, იმიტომ რომ მე ამ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. როცა ავარია მოხდება და შიგნით ადამიანი დაიღუპება და ერთი წვეთი სისხლიც რო დაიღვაროს, ან 1 საათი იქ ადამიანი გაჩერდეს, ან მსგავსი რამე ერთი სიტყვით ადამიანი რომელი მანქანაშიც გარდაიცვლება, იმ ავტომობილს ეგრევე ყიდიან ჩვენაირ ქვეყნებში. არასდროს საბუთს ვერასდროს ვერ იშოვი შენ საბუთს აი ამ ავტომობილში კაცი მკვდარი იყო თუ არ იყო. მე არ ღმერთმა დამიფაროს, მე ვთქვა რომ ყველა ესეთი ავტომობილი მოდის, არა. მაგრამ მე ამ სიტყვაზე ვაგებ პასუხს, რომ ავარიაში მაინც რო ყიდიან მერე კავკასია აიღე, რუსეთი აიღე, უკრაინა აიღე, აზერბაიჯანი თუ სხვადასხვა ქვეყნები, საქართველოს მაინც 5% ავტომობილში კაცი არის მკვდარი. და მის სუნს ვერასდროს ავტომობილიდან ვერ გამოიტან. ახლა მოიტანეს, აქაც მე ვხედავ ბიჭებს გასაყიდა, ჩვენ გქონდა სპეციალური სითხეები და აპარატურა. ვერაფრით ჩაძირული მანქანიდან და ჩაძირული მანქანიდან ადამიანი თუ არის მკვდარი მანქანაში, იქიდან სუნს ვერასდროს ვერ გამოიტან. და ვერასდროს ვერ გაიგებ, რატომ გტკივა თავის სულ. ეს არის სიმართლე, რომელიც დღეს მე გაუმხილე საქართველოს მოსახლეობას. ახლა მანქანებს ბევრი ყიდის, ბევრი რაღაცა და ბევრმა ეს არის ის, მაგრამ ეს რეალურად ესეა, გაიკითხონ და ყველამ შევიდნენ ინტერნეტში და იქაც წერია, რომ ეს ესეა და ექიმების დასკვნაც არის, რომ ეს რეალურად ესეა, სულ თავი გტკივა. აბა გისურვებთ წარმატებას და ჩვენ ორშაბათიდან უკვე ველოდებით მომხმარებელს. მერაბი, აბა თქვენ იცით როგორ დახვდებით. ნინი. პარკშია, პერიოდზე იყავი, ა?
გისურვებთ წარმატებას, გელოდებით.